დღეს ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას ფაზისის აკადემიის კვლევები. მე გახლავართ გია კვაშილობა, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი. ჩვენ საკმაოდ წარმოადგენთ ის მნიშვნელოვანი მასალა, რაც ქართველთა უძველეს ისტორიას ეხებოდა. თემა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ასეთი სახელითა ქართველები უძველეს მსოფლიო ცივილიზაციათა სათავებთან. თემა ჩვენ ამ მხრივ პირველი და მეორე გადაცემა, რომელიც იყო ამ თემას ეძღვნებოდა, ეს იყო მნიშვნელოვნად ის მასალა ქართველთა განსახლებაზე, სივრცეზე, მათ რიგ კულტურულ ნიშნებთან დაკავშირებით საუბარი. დღეს ამ თემას ვაგრძელებთ და ეს არის ამ თემის გარშემო რიგით მესამე ნაკვეთი, ანუ მესამე გადაცემა. გავაგრძელებთ სტრაბონის მოსაზრებებს, სტრაბონიდან რამდენიმე მნიშვნელოვან აზრს შევეხებით. მაგალითად, სტრაბონი წერდა, რომ კვირბების საკრალური სასულიერო სახის წარწერების შემქმნელები მეტალურგიისა და მჭედლობის მფარველი ღვთაებები, ასე იწოდება, კორიბანტები, ათენასა და ჰელიოსის, ანუ მზის ვაჟიშვილები, და ცნობილია ეს, რომ აია კოლხეთის მეფის, აიეტის ნახევარ-ძმები, კუნძულ კრეტაზე, ევბეაზე, სამოთრაგეზე, ხმელთაშუა ზღვის სხვა კუნძულებსა და ფრიგიაში კოლხეთიდან იყვნენ მისულნი. აი ეს რუკა, რომელსაც ახლა ჩვენ გაჩვენებთ, შედგენილია სტრაბონის ამ მოსაზრების მიხედვით და ამ მოსაზრებაში კიდევ გათვალისწინებულია ის აზრი, რომ სტრაბონის ერთ-ერთ ციტატაში კიდევ წერია, რომ კორიბანტები ასევე ბაქტრიენიდან არიან. ეს არის დღევანდელი ავღანეთის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქმენეთის სამხრეთი ნაწილი, ეს ეკრანზე ჩანს ახლა. კავკასია, კოლხეთი, ფრიგია, ეს არის დღევანდელი თურქეთის ტერიტორია, კუნძული კრეტა, აი სწორედ ეს სივრცე, ეგეოსის ზღვის პირეთი, სადაც კორიბანტები ჩავიდნენ და ჩაიტანეს, ესე იგი, მეტალურგიისა და მჭედლობის მფარველი ღვთაებები, ანუ მეტალურგია და მჭედლობის კულტურა ჩატანილი და ასევე დამწერლობის ღვთაებებად იწოდებიან ესენი კორიბანტები და ასევე მიჩნეულია, რომ დამწერლობა გავრცელებულია ჩვენი აზრით მიგვაჩნია, რომ დამწერლობა კავკასიიდან გადატანილია სწორედ ხმელთაშუა ზღვის პირეთის, კერძოდ ეგეოსის ზღვის პირეთის იმ სივრცეებზე, რომელზეც ჩვენ დღესაც და წინა გადაცემებში გქონდა საუბარი. დღესაც გვექნება ამ მხრივ საუბარი. იგი აკაკი ურუშაძე ამბობდა, კვირბების სახით არსებული კორიბანტული კოლხური დამწერლობა სრულიად შესაძლებელია ის დამწერლობა იყოს, რომელიც მინოსური დამწერლობის სახელითაა ცნობილი და რომელიც კრეტის გაუშიფრავ ფირფიტებზე დაცულია. ახლა ჩვენ ეკრანზე გაჩვენებთ A-კლასის ხაზოვანი დამწერლობის შესრულებულ თიხის ფირფიტებს ჰერაკლიანის არქეოლოგიურ მუზეუმში, რომელიც არის გამოფენილი. საკმაოდ ბევრია. ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით 2000-მდე წარწერა არის A-კლასის ხაზოვანი დამწერლობის ნიშნებით შესრულებული. ჩვენ ამ მხრივ ბევრი ვიმუშავეთ 2006 წლიდან ვაქვეყნებთ ამ ნაშრომებს და A-კლასის ხაზოვანი წარწერების გაკითხვის, ამოკითხვის მთელი მასალა წარმოდგენილია საქართველოსა და უცხოეთში გამოცემულ მაღალ რეიტინგულ ჟურნალებში, სამეცნიერო ჟურნალებში და რიგი ნაშრომის ნახვაც შეგვიძლია დავუშვათ მკითხველმა ნახოს ელექტრონული საშუალებით ინტერნეტში დევს სპეციალურ გვერდზე. ახლა სურათს გაჩვენებთ იმ მასალას, სადაც ჩვენ ექსპედიციაზე მონაწილეობა მივიღეთ, რამდენჯერმე კუნძულ კრეტის მთლიან მთელ სივრცეს შევისწავლეთ, ასე ეგეოსის ზღვის პირეთის სხვადასხვა კუნძულები, კონტინენტური საბერძნეთი და სხვა მრავალი ადგილი. და ახლა თქვენ ეკრანზე კიდევ ერთხელ გაჩვენებთ A-კლასის ხაზოვანი წარწერებით შესრულებული თიხის ფირფიტები, სადაც მე ვიმყოფებოდი ჰერაკლიანის არქეოლოგიის მუზეუმში კუნძულ კრეტაზე. აქ გაჩვენებთ ახლა კიდევ
ფესტოსის დისკო, რომელიც ინახება ჰერაკლიანის არქეოლოგიურ მუზეუმში, ესეც ჩვენ მიერ გაშიფრულია და ეს მასალები გამოქვეყნებულია ნაშრომის სახით. ფესტოს დისკოს კვლევასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი მასალა გვაქვს ჩვენ გამოქვეყნებული. ეს გამოქვეყნდა ძალიან მაღალი დონის ჟურნალებში, ევროპისა და ამერიკის სამეცნიერო კრებულებში. ამ მხრივ შეგიძლიათ თქვენ გაეცნოთ. რა თქმა უნდა, საქართველოშიც არის დაბეჭდილი ქართულად. ფესტოსის დისკოს ტექსტის გაშიფრვა და აკრასის ხაზოვანი დამწერლობის გაშიფრვა გვაჩვენა ჩვენი სურათი, რასაც ძველი ბერძნული წყაროები ამბობდნენ, რომ უძველესი კოლხები განსახლებული იყო ხმელთაშუა ზღვისპირეთში, კერძოდ ეგეოსის ზღვისპირეთში. აქედე გაჩვენებთ შემდეგ ფოტოს აკრასის ხაზოვანი დამწერლობის შესრულებული პითოსი, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, ქვევრი ჰერაკლიანის არქეოლოგიის მუზეუმში. აი თქვენ ახლა ფოტოზე რომელსაც ხედავთ, წარმოდგენილია ის ადგილი, სადაც აკრასის ხაზოვანი დამწერლობის შესრულებულია და იკითხება ადამიანის სახელი, რომელიც ჩვენ გავშიფრეთ და ეს წარმოვადგინეთ ნაშრომში. ეს ჩვენი მოსაზრებით ალბათ იყო ვინც დაამზადა ეს პითოსი, ანუ მოსტატის სახელია ამოჭრილი. შემდეგი მეორე, ეს არის კიდევ პითოსი, საინტერესო, აი თქვენ ხედავთ, სადაც აკრასის ხაზოვანი დამწერლობის შესრულებული თიხის პითოსია, პითოსის აი სადაც თითით გაჩვენებთ ფოტოზე, ურს ტრიქონიანი აკრასის ხაზოვანი დამწერლობის შესრულებული წარწერა. და ეს წარწერა ჩვენ ამოვიკითხეთ და ამ წარწერების მთლიან ამოკითხვას შემდეგ გადაცემებში ნაწილობრივ გაჩვენებთ ძირითად ნაწილს. თუმცა ეს მთელი აკრასის ხაზოვანი დამწერლობით შესრულებული თიხის ფირფიტები 1099 ცალია. დანარჩენი კიდევ სხვა ნივთებზეა წარწერა და ვთქვით რომ 2000 წარწერა. ქართველმა მსმენელმა კარგად გაიგოს, რომ ფესტოს დისკოს დამწერლობა სხვა არის და აკრასის ხაზოვანი დამწერლობა სხვა არის. აი რომ შევადაროთ, ფესტოს დისკოს ეს არის რელიგიური ტექსტის თვის დასაწერი ნიშნები, იეროგლიფური, ხოლო აკრასის ხაზოვანი დამწერლობა ეს არის უბრალოდ სამეურნეო ადმინისტრაციული ტიპის ტექსტების შესაწერად. ზოგჯერ მე ვხედავ Facebook-ზე ეშლებათ ფესტოს დისკო აკრასის ხაზოვანი დამწერლობასთან. ფესტოს დისკო, როგორც ვთქვი, ცალკე მდგომი დამწერლობა, ხოლო ახაზოვანი აკრასის ხაზოვანი დამწერლობით შესრულებული თიხის ფირფიტები სხვა არის. აი ეს პირობითი სახელები აკრასის ხაზოვანი, იმიტომ რომ ევანსმა დაარქვა აკრასის ხაზოვანი უძველეს ეგეოსის ზღვისპირეთის ხაზოვან დამწერლობას უფრო ძველს ადარქვა, ხოლო მომდევნო პერიოდისას, რომელიც ადან შეიქმნა, უпростоრად შექმნეს ბერძნებმა აკრასის ხაზოვანი დამწერლობის ნიშნებიდან B კლასის ხაზოვანი დამწერლობა, აი ეს სწორედ ეს B კლასის ხაზოვანი აღმოჩნდა მიკენური ხანის ბერძნული ენა. ხოლო აკრასის ხაზოვანი და ფესტოს დისკოს კრეტული იეროგლიფური წარწერების, ანუ აკრასის ხაზოვანი დამწერლობით შესრულებული თიხის ფირფიტები და სხვა ნივთებზე მოცემული წარწერები არის დაახლოებით 2000-მდე. კრეტული იეროგლიფური წარწერებით შესრულებული ნივთები დაახლოებით 360 ცალია და ფესტოს დისკო არქალოხური ცული და რამდენიმე კიდე პატარა წარწერები, რომელიც ერთიანად მთლიანად ჩვენ მიერ შექმნილი ალგორითმის და მთელი ლინგვისტური მასალების შესწავლის შედეგად ამოკითხულია აკრასის ხაზოვანი, კრეტული იეროგლიფური, ფესტოს დისკო უძველეს ენაზე, პროტოქართველურ ენაზე. ეს პროტოქართველური ენა პირობითი სახელია, ლინგვისტური, ეს არის ადრეული პერიოდის ენა, რომელიც ჯერ არ არის წარმოდგენილი ცალკეულ ენებად, მაგალითად სვანური, კოლხური, ქართული. აი ეს ის პერიოდი, რომელიც უფრო ადრეულია. ამ ტექსტებში სწორედ ის ენობრივი სისტემაა დაცული, რაზეც გამყრელიძე მაჭავარიანი, კლიმოვი, ფენდიხს ჟველაძე და სხვები ბევრი თავიანთ ნაშრომებში წარმოადგენენ. აი ძირითადად ეს ტექსტების წაკითხვა ხდება ლინგვისტური
შედარებითი მასალების მიხედვით, ანუ შესატყვისი, კანონზომიერი შესატყვისი ფორმების მიხედვით, ანუ კანონზომის შესატყვისი ერთეულები, რომელიც მოძებნილია ამ ქართული ენათა ოჯახის შიგნით, ამ კანონზომიერებით აღდგენილი და წაკითხული არის ეს ტექსტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართული სახელმწიფოს განსაზღვრისათვის, მისი სახელმწიფოებრივი განსაზღვრისათვის მოცემულია ის მნიშვნელოვანი მასალა ამ წარწერებში, რაც ასე მარტივად არ იძებნება ძველი ისტორიიდან. იშვიათია, როცა კაცობრიობას უძველესი დამწერლობის ნიშნები შემონახული კონდეს. ეს არის მაგალითად ეგვიპტე, შუამდინარეთი, ეს არის შუმერი, ელამი, რომელიც მნიშვნელოვანი კულტურული წარმონაქმნები იყო. აი მაგალითად ინდის ხეობაში არის დამწერლობა ხარაპას კულტურისა, რომელიც დღესაც გაუშიფრავია, ჩვენ მუშაობთ ამ თემებზე, საკმაოდ ფართოდ ვიცით ეს ადგილები, ეს არქეოლოგიური მასალები, წარწერები. ასევე სხვა რუსული წარწერები, რომელიც აღმოჩენილია ელამის მიმდებარე სივრცეში. აი კრეტული დამწერლობა უფრო ცალკემდგომი იყო და ეს ჩვენი კვლევის საგანი გახდა დიდი ხანია და ეს ამოვიკითხეთ, რადგანაც ეს ტექსტები სამეურა ადმინისტრაციული ტექსტებია, ძირითადად აქ არის მათემატიკური ანგარიში სამეურო დანიშნულებით და ეს პროფესიონალური თვალსაზრისით მხოლოდ ეხლა რომ არ გადავაჭარბოთ, ძალიან თუ იცის კვლევარმა ლინგვისტიკა, ღონდ მათემატიკურ ჭრილში უნდა იცოდეს ლინგვისტიკა განსაკუთრებით, იმიტომ რომ იქ შედარების თეორია, გლოტოკოლორული თეორიასთან დაკავშირებული მათემატიკა საჭირო, გამოსათვლელად დრო, ყველაფერი ჩვენ გვაქვს ამ მხრივ წარმოდგენილი. შემდეგ გადაცემებში ჩვენ ვიტყვით კიდევ რომ ერთად მუშაობთ სამი ადამიანი მათემატიკურ მიმართულებით, ეს არის პროტოქართველური ცივილიზაციის უძველეს პერიოდის დინამიური სისტემების კვლევია, რომელიც შევასრულეთ ჩვენ, ესე იგი პროფესორ თემურ ჩილაჩავა, მე და პროფესორ გიორგი ჩუხვასთან ერთად, რომელიც ნაშრომები ჩვენი ქვეყნდება როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, მაგრამ რეიტინგიან ჟურნალებში. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, პირველად ქვეყნდება პროტოქართველური მოსახლეობის დემოგრაფიის თვალსაზრისით, რამდენი იყო ადრე პერიოდში, რამდენი გახდა შემდეგში. ამ მასალებს ჩვენ შემდეგში წარმოვადგენთ. ამიტომ აქვს აკლასის ხაზოვანი დამწერლობის წაკითხვას ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმ მნიშვნელოვან მასალას და აგროვებს, რაც არის ქართველური ცივილიზაციასთან, უძველეს ცივილიზაციასთან დაკავშირებით. ბევრი არ კითხულობს ამ ნაშრომებს, თქვა ჩვენ, ბევრს არ ესმის ეს ლინგვისტური კანონზომიერები, მათემატიკის ცოდნა, ეს ძალიან მარტივი არ არის. ეს მათემატიკა არის დიფერენციალური განტოლებები, კერძო წარმოებულიანი განტოლებებით შესწავლა ხდება. ყველასთვის ეს ხელმისაწვდომი არ არის და ამიტომ ეს მასალები, რომელსაც ჩვენ წარმოვადგინეთ, თითქმის 30 წელზე მეტია, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიკვლიეთ ეს წარწერები, როგორც ვთქვით, მათემატიკური მიმართულებით, ეკონომიკური მიმართულებით და როგორც ლინგვისტურ მიმართულებით, ქართველოლოგიურ კვლევების თვალსაზრისით აქ წარმოდგენილი ის რეკონსტრუქციები, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ, მნიშვნელოვანია ქართველოლოგიის მეცნიერების განვითარებისთვის. ის მოსაზრებები, რომელიც ნიკო მარს, არლონ ჩიკობავას და სხვებს გააქვთ გამოთქმული, ამ წარწერებში ეს მასალები დასტურდება. ჩვენ ახლა კიდევ წარმოგიდგენთ, როგორც თქვით, ბ-კლასის ხაზოვანი დამწერლობის შესრულებულ თიხის ფირფიტებს, ეს ხერაკლიანის არქეოლოგიის მუზეუმში ინახება, როგორც უკაცრავად, როგორც სურათზე ხედავთ, აი აქ ის წარწერებია წარმოდგენილი, პირველად კი არ უნდა გვესმოდეს ეს ჩვენ ქართველები, რომ აქ ამ წარწერებში ყოველ შემთხვევაში ამ თიხის ფირფიტებზე ფიქსირდება მედეა, აიეტი, იასონი, კოლხეთი, აია და ეს იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურისთვის. ძირითადად ამას ყურადღებას არ აქცევს ბევრი ქართველი მეცნიერი და თიხის ფირფიტებზე მოცემული ეს მასალა
რა თქმა უნდა აღმოჩენილია ეს კუნძულ კრეტაზე, კნოსოში, ბ-კლასის ხაზოვანი დამწერლობის შესრულებულია. ეს არის მიკენური ხანის ბერძნული, არაგვერიოს A-კლასის ხაზოვანი დამწერლობა ჩვენ მიერ ამოგეთქული ეს არის პროტოქართველური ენა, ხოლო შემდგომი პერიოდის B-კლასის ხაზოვანი ეს არის მიკენური ხანის ბერძნული დამწერლობა. აი ეს ბერძნებად დამწერლობა აიღეს სწორედ უძველეს ქართული ცივილიზაციიდან. ეს მასალა, რასაც ახლა ჩვენ გიამბობთ მოკლედ და პოპულარულ ენაზე, მთელი ბერძნულ ნაშრომებში ძველ პერიოდებში გამოცემულ ყველგან არის ეს მიმოფანტული ეს ინფორმაცია, რომ კოლხებს, კორიბანტებს ჰქონდათ უძველესი დამწერლობა, რომელსაც კვირბები ერქვა და ჩვენ სწორედ ამ თიხის ფირფიტებს მივიჩნევთ კვირბება და ეს მოსაზრებები აკაკი ურუშაძე როგორც ბრძანა გიამბეთ ამ ხრივ. აი ეს მოსაზრებები არა მარტო ქართველებში, არამედ ძირითადად ეს ევროპის სამეცნიერო წრეებში დაიბადა, განსაკუთრებით გავიხსენოთ ფრანგი ენათმეცნიერი ანტუან მეიე და ანტუან მეიეს მოსაზრებით ყველაზე უფრო საიმედო გზა ამ ცივილიზაციის, ანუ პირობითად რომ დავარქვათ მთლიანად ყველას პელაზგური, ესე იგი ეგეოსის ზღვისპირეთში პელაზგებიდან არის წარმომდგარი ეტრუსკები, ეს ბერძნულ ტექსტებში წერია და ჩვენ ამაზე მრავალი კვლევა წარმოვადგინეთ, რა თქმა უნდა, პოპულარულ ენაზე წინა გადაცემებში. აი ეს პელაზგური, ეტრუსკული ენების მოსახლეობის ენის გასოცნობად სამხრეთ კავკასიური ესეთი ტერმინი არსებობს ძვირფასოთეყურებლებო, ანუ ქართველური და მცირე აზიის ძველი ენების შესწავლა აუცილებელია. აი ეს არის გამოკვეთილი ანტუან მეიეს ამ ნაშრომში, რომელიც ჩვენ გააჩვენებთ. ახლა ანტუან მეიეს არ ქონდა ქართველური ენების, ქართველური ენათა ოჯახი არის ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური, როგორც ჩვენ წინა გადაცემებში ვთქვით. ახლა წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი მოკლედ და გასაგებად სქემის სახით. წერითი სისტემის წარმოშობისა და განვითარების სქემას გაჩვენებთ ახლა ეკრანზე, ახლა ხედავთ თქვენ ეკრანზე. სწორედ ამ მასალის მიხედვით ვნახავთ, სად არის მოცემული ახაზოვანი, ბეხაზოვანი დამწერლობა. დავიწყოთ თავიდან, სქემის ზედა ნაწილიდან. როგორც ჩვენ სხვადასხვა კვლევებში წარმოვადგინეთ და სატელევიზიო გადაცემებიც მიუძღვენით, ძველი წელთაღრიცხვის 8500 წელი, ანუ დღიდან რომ გადავთვალოთ 2000 რომ დავამატოთ 10500 წლის წინ, მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის წარმოშობა იწყება. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრს ეს არქეოლოგიური მასალა ყველაზე მნიშვნელოვნად უნდა ესმოდეს, იმიტომ რომ ფაქტი არის მოცემული და ამ ფაქტს ვერავინ ვერ გაექცევა, რაც გვაქვს ამ მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის წარმოშობამ განაპირობა პირველი ეტაპი დამწერლობის წარმოშობამდე. ეს არის ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, ესე იგი თიხის ფიგურა სიმბოლოები იყო სხვადასხვა ფორმის, პატარა ესეთი ზომის თიხის ფიგურა სიმბოლოები, რომელთა ცხოველების ან სხვადასხვა ნივთების ფორმები ჰქონდა. თიხისგან ეს იყო გამომწვარი და ეს ფორმებით ითვლებოდა, მაგათად ხარის ფორმის თუ პატარა ფიგურები იყო დამზადებული და ასე შემდეგ ხარი, ძროხა, თევზი არის კიდევ მაგათად პური, ხორბალი და ასე შემდეგ. აი ესე და ნაწილში ხლა თქვენ რომელსაც ხედავთ ეკრანზე, ეს არის ის ფიგურა სიმბოლოები, სადაც ესე იგი შუა მდინარეთში თიხის ფიგურა სიმბოლოები არის დაახლოებით 8500-7500 წელი ქრისტესშობამდე. პარალელურად უკვე გამოიკვეთა, რომ ცალკე დგომია რა თქმა უნდა ჩინეთის სივრცეში და შუანგდუნის თიხის ფიგურა სიმბოლოები ფაქტობრივად ის პერიოდი ერთმანეთს ემთხვევა, ეს არქეოლოგიური კვლევები ახალია, ესეთი მიწათმოქმედებისა და მოსაქონლეობის წარმოშობამ განაპირობა, ესე იგი ანგარიში შემოსავალი რა არის მარცვლეულის ან მესაქონლეობაში ცხოველების დათვლა და ასე შემდეგ. ფაქტობრივად ეკონომიკურმა ურთიერთობებამ და განაპირობა
ესე იგი მათემატიკის წარმოშობა და დამწერლობა. ჩვენ ამაზე კვლევები გვაქვს, დისერტაციაც გვაქვს დაცული, ესე იგი ეკონომიკური ურთიერთობათა როლი მათემატიკისა და დამწერლობის ჩამოყალიბებაში. აი ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეკონომიკურმა ურთიერთობებმა ჩამოაყალიბა ის ახალი ინსტიტუტები, ყოველ შემთხვევაში ეს ინსტიტუტები, რომელიც ემსახურებოდა საანგარიშო სისტემას, მასთან დაკავშირებულ ესე იგი სადადრო ეკონომიკას და მათემატიკა როგორც აღრიცხვისთვის, ანგარიშთვის ის აუცილებელი იყო. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ პერიოდში დიდი ხნის გავლის შემდეგ, აი თანამედროვე პერიოდში, რომ თქვა მათემატიკის განვითარებამ, დამწერლობის განვითარებამ პირიქით ეკონომიკის განვითარება გამოიწვია. ანუ იმ ინსტიტუტების, იმ სისტემების განვითარება, რომელიც არის მათემატიკასთან დაკავშირებული, ფიზიკასთან, ქიმიასთან და ასე შემდეგ, ფაქტობრივად მათემატიკის ძლიერ განვითარებამ გამოიწვია მე-20 საუკუნეში ეკონომიკის თეორიის განვითარება. და მრავალი ნობელის პრემიატი გამოჩნდა მე-20 საუკუნიდან ეკონომიკის მიმართულებით. პირველი ეკონომიკური რევოლუცია სწორედ უკავშირდება სამეურნეო მესაქონლეურ წარმოშობას და აი სწორედ დამწერლობის მათემატიკის წარმოშობამ განაეპირობა პირველი ეკონომიკური რევოლუცია. აი აქედან უნდა ავთვალოთ ჩვენ პირველი ეკონომიკური რევოლუცია ჩაწერამ აღრიცხვამ მეტად განავითარა ადამიანი, საქონელი მეტი შეინახა და ყოველ შემთხვევაში ეს ძირითადად არქეოლოგიური მასალის მიხედვით შუამდინარეთისა და ჩინეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მასალების მიხედვითაა ეს დადგენილი. შემდეგ იწყება მარცვლეულის გაცვლის როგორც საშუალების მნიშვნელოვანი ეტაპია ეს, იმიტომ რომ ჯერ ფული არ არის, მაგრამ მარცვლეული გახდა როგორც დღესაც აქვს ხორბას იგივე დანიშნულება, როგორც ოქროს მსგავსად. შემდეგ მოდის სრულად დამწერლობის ყარად დაწყება და ეს ფიგურა სიმბოლოები შემდეგში როცა თიხის ფიგურებზე ეს გამოიხატებოდა, გადაიქცა ნელ-ნელა როგორც დამწერლობის ნიშნება. ჩვენ ეს მრავალ გადაცემაში წინ ქონდა ამ მხრივ საუბარი. დაიწყო დამწერლობის შექმნა, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული წარწერების შექმნა, აღრიცხვა სამეურნეო მესაქონლეთა წარმოებისთვის. აი ეს აგვაქვს ჩვენ დისერტაციაში წარმოდგენილი. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული წარწერები საკმაოდ ბევრი აღმოჩენილი შუამდინარეთში, ყოველ შემთხვევაში შუმერში და ეს კვლევები ჩვენ მრავალი თიხის ფირფიტის გაშიფრვა შუამდინარეთისა წარმოვადგინეთ ეკონომიკური, მათემატიკური, ასტრონომიული ტექსტები. ეკონომიკური და მათემატიკური ტერმინების გამოყენება უკვე იწყება ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლეულიდან, აი 1600 წლიდან ჩვენ გვაქვს ძველი წელთაღრიცხვით პითაგორას თეორემის მსგავსი თიხის ფირფიტა, ანუ პითაგორას თეორემა როგორც ასეთი ჩამოყალიბებულია, ანგარიშობს ადამიანი კვადრატის ყოველ შემთხვევაში მართკუთხა სამკუთხედის კათეტების კვადრატები ჯამ, უდრის ჰიპოტენუზის კვადრატი ჯამს. აი ეს საოცარი კიდევ არის, რომ შუამდინარეთში ძველი წელთაღრიცხვის 1600 წელს ასევე არის ძალიან დიდი რიცხვების კვადრატებში აყვანა, კიდევ საოცარი ის არის, რომ კოსეკანს კვადრატია დაანგარიშებული. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სინუსის კვადრატის შებრუნებულია კოსეკანს კვადრატი. აი ამებს ანგარიშობს იმდროინდელი ცივილიზაცია და ეს თიხის ფირფიტები ჩვენ გაჩვენებთ რამდენიმე გადაცემაში, წინა გადაცემებში და ახლა ამ ეტაპზე მხოლოდ გაჩვენებთ იმას, რაც სქემაზე გვაქვს წარმოდგენილი. ეკონომიკური ტერმინები, როგორც თქვით, მათემატიკური ტერმინები აქ ფიქსირდება და ეს ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს დისერტაციაში. სავაჭრო ურთიერთობების განვითარება იწყება. ეს სავაჭრო ურთიერთობის განვითარება განაპირობა მრავალი დამწერლობის გრაფიკული სისტემების განსხვავებული ფორმით ესე იგი აღნიშნას, მაგრამ ძირითადად ხედავთ, რომ როგორ წარმოიქმნება ერთი სისტემებიდან, ასე შეიქმნება კრეტული იეროგლიფური დამწერლობები, ეგვიპტური იეროგლიფებზე გითხარით უკვე წინა გადაცემებში, პროტოსინაიტური ნიშნები, აკლასის ხაზოვანიდან მოდის ბეხაზოვანი,
ხოლო პროტოსინაიტური ნიშნებიდან ფინიკიური ნიშნები და ფელინიკიურიდან უკვე მოდის ელინური ნიშნები, იმიტომ ფინიკიელები იყვნენ ესე ვაჭრები, რომლებიც მოგზაურობდნენ ხმელთაშუა ზღვაში, ამიტომ ეს სისტემა ძალიან კარგად აღწევს ეკონომიკურმა ურთიერთობებმა რატომ განაპირობა დამწერლობის გავრცელება და მისი მრავალფეროვანი ნიშნების წარმოშობა. ეს ასურულ ბაბილონურ დამწერლობის ნიშნებიდან იქმნება უგარიტული დამწერლობა და არის კიდევ რომელსაც აქვს ცალკეული ანუ ავტონომიური სისტემის დამწერლობები, რომელთაც კავშირები ჯერ არ არის დადგენილი, მაგრამ ძირითადი ის არის, რომ ამ ჩვენს კვლევაში, რომ ეკონომიკურმა ურთიერთობება, მისმა განვითარებამ განაპირობა მათემატიკისა და დამწერლობის ჩამოყალიბება. მიზეზი იმისა, რომ დამწერლობა რისგან შექმნილიყო, მას ლინგვისტიკა, ფილოლოგიური კვლევები ვერ გამოიკვლევდა, ვერ დაასაბუთებდა და ამიტომ ჩვენ მრავალი მეცნიერის, მაგალითად დენიშმარ ბესერას ნაშრომების მიხედვით და სხვა მეცნიერების გამყრეძე, კიგნაძე, შადური და შენგელაიას ნაშრომებში ეს კარგად არის ნაჩვენები თეორიული ენათმეცნიერების კურსში და ჩვენ ეს მრავალი მეცნიერის კვლევა როგორც თქვით შევისწავლეთ და გავანალიზეთ ამ დამწერლობის წარმოშობის მთელი ეტაპები, რატომ დაიწყო ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ გქონდა ასეთი მოხსენება ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ქართველოლოგიური კონგრესი, იქ წარმოადგინეთ ასეთი ნაშრომი, ასეთი მოხსენება ეკონომიკა, მათემატიკა და დამწერლობა. ანუ ეკონომიკურმა ურთიერთობებმა წარმოშვა აღრიცხვის და ამ განაპირობა სწორედ დამწერლობის შექმნა და ეს სურათი ფაქტობრივად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევხედოთ თელ სისტემას. კიდევ ერთხელ ნახოთ ეს სქემა, წერითი სისტემის წარმოშობისა და განვითარების სქემა ძალიან საინტერესოა. ეს სქემა ძირფასო ტელემაყურებლო დიდი ხნის მუშაობის შედეგადაა მიღებული, ყველა დეტალი გაანალიზებული და სათანადოდ შესწავლილია დააწვრილებით სულ ესე იგი სრული მნიშვნელობით რომ გითხრათ მათემატიკური სიზუსტით ყველა დამწერლობას აქვს ეს გრაფიკული დაკავშირება და ეს გონია ჩვენ რომ ძალიან საინტერესო არის საერთოდ ზოგადად დამწერლობის ისტორიის შესწავლის მხრივ. ამ სქემას გაგრძელება აქვს და შემდეგი სქემა ვნახოთ. დამწერლობის წარმოშობაზე ვთქვით, რომ 3300-ში იწყება. სამხრეთ კავკასიური ხაზოვანი ნიშნები ჩვენ ეს გვაქვს, ყოველ შემთხვევაში საქართველოში აღმოჩენილი და ეს ჩვენ რამდენიმე წინა გადაცემაშიც გავაჟღერეთ. და მე იწყება ძალიან დიდი ხნის პროცესის შემდეგ და მაგალითად წელწადაღრის მე-11 საუკუნემდე მოვიდეთ, იმიტომ რომ რაღაც ნაწილი იმ წინა სქემაში იყო და აღარ გავიმეორებ. ხარის როგორც ლითონების გაცვლის საშუალება ხარი და ლითონი იყო. სანამ მონეტა წარმოშობოდა. აი მონეტის წარმოშობამდე ეს არის დამწერლობის ის ნიშნები, რომელიც ჩვენ გვაქვს. ყოველ შემთხვევაში ახლა კავკასიაში კრაკლინის დამწერლობა ამ სისტემაში მოთავსდება წელწადაღრიცხვის მე-11 საუკუნეში და თქვენ ხედავთ როგორ პარალელები არის სხვა დამწერლობასთან, აი მაგალითად ბერძნული ელინური ნიშნები ყალიბდება მე-8 საუკუნეში ქრისტეს შობამდე, ანუ 300 წლით მოგვიანებით, რაც კრაკლინის დამწერლობა, შემდეგ ლათინური ნიშნები და მოდის ლათინური შრიფტი თანამედროვე, რომლის არის მთელი ევროპის დამწერლობა. აი მაგალითად ახლა დაუბრუნდეთ წინა ხაზს, ჰორიზონტს, ხაზოვანი ნიშნები აღმოჩენილია საქართველოს ტერიტორიის წელწადაღრიცხვის მე-5 საუკუნეში, კოლხეთში და აღმოსავლეთში, ეს ნიშნებიც გამოხატულია. წელწადაღრიცხვის ეს მასალები ჩვენ ცალკე ეს ძველი აღრიცხვის ეს დამწერლობის ნიშნები ჩვენ გამოვაქვეყნეთ. შემდეგში ვითარდება ქართული ანბანური ნიშნები, ფაქტობრივად მას ძალიან გრაფიკული კავშირი აქვს ამ ძველ დამწერლობებთან, აი რომელზეც ახლა ჩვენ ეკრანზე ვხედავთ და ქართული თანამედროვე შრიფტი, რომელიც მე წარმოიშობა. ახლა შევხედოთ, ესე იგი, როგორც ჩვენ თქვით, ლითონი და ხარი გახდა გაცვლის საშუალება. მონეტის გამოშვება იწყება. ფაქტობრივად ეკონომიკურმა ურთიერთობამ დამწერლობამ განაპირობა უკვე დამწერლობის აღრიცხვის სისტემამ უკვე მონეტის წარმოშობის საუცლებლობა გაცვლისთვის ეს ძალიან დიდი პროცესია მარტივი არ არის რომ ადამიანი მიმხდარიყო ამას
და შენადნობით დამზადდა და მასზე გრაფიკული ნიშნები გამოიხადა. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში ლომი ხატია, ზოგ შემთხვევაში სხვა გრაფიკული ნიშნები. მაგალითად, ერთ ხარისზე კოლხურ თეთრზე არის გამოხატული ერთ ხარისზე ლომი, ერთ-ერთზე, მეორე მხარეზე ორი კვადრატი. შემდეგ შემოდის ძირითადად აი სწორედ ძველი წელთაღრიცხვის მე-6, მე-7 საუკუნეებში უფრო მოგვიანებით ტერმინები ოიკონომოს, უსაფრთხოება, მათემატიკა, ეს ტერმინები შემოდის უკვე ბერძნულად ძველი წელთაღრიცხვის მე-6, მე-4, მე-3 საუკუნეებში ეს დაკავშირებულია მრავალ კვლევართან, როგორც მათემატიკოსებს, ისევე ისტორიკოსებთან. ისევე დაკავშირებული არის ეკონომისტები, პირველი ეკონომისტები, ასე რომ ვთქვათ, არისტოტელესთან არის ეს მოცემული. ეკონომიკის, მათემატიკისა და სხვა მეცნიერების წარმოშობა სწორედ არისტოტელესთან არის დაკავშირებული. არისტოტელეს აქვს ეს ტერმინები გამოყენებული: ეკონომიკის მეცნიერება, მათემატიკის მეცნიერება. აი სწორედ ამ ეკონომიკურმა ურთიერთობებმა განაპირობა უკვე ამ ინსტიტუტების განვითარება, მასთან დაკავშირებული ინსტიტუტების დამწერლობის და ესე იგი სასწავლო სისტემების განვითარების შედეგად ყალიბდება პირველი აკადემია და ლიცეუმი. პირველი აკადემია პლატონის აკადემია ძველი წელთაღრიცხვის 387 წელს დაახლოებით ასე, ლიცეუმიც 334 წლები, აი ეს პერიოდები ვთქვათ, ლიცეუმი ეს უკვე არისტოტელეს ლიცეუმია. შემდეგში გავაგრძელოთ საუბარი, ძირითადად ძველი წელთაღრიცხვის 3 საუკუნეში თუ ამ ქართლის ცხოვრებიდან ავიღებთ ამ მასალას, წიგნობრობა ქართულის შექმნა იწყება. აი მე ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში ტერმინი ინსტიტუციები გამოიყენება, ეს ლათინურ ტექსტებში ხდება. აი სწორედ ახალი წელთაღრიცხვის 174, უკაცრავად 154 წელს ჩვენ უკვე სრულად ვიცით, რომ იწყება საქართველოს ტერიტორიაზე პირველი აკადემიის საერთოდ ევრაზიის კონტინენტზე. თუ გამოვრიცხავთ საბერძნეთში არისტოტელეს, პლატონის აკადემიას და არისტოტელეს ლიცეუმს, ევრაზიის კონტინენტზე ერთ-ერთი უძველესი აკადემია, ფაზისის აკადემია, რომელიც ასეთი სახელით დღესაც მოქმედებს, რომელსაც ჩვენ ხელმძღვანელობთ და ჩვენ დავადგინეთ კვლევების შედეგად ფაზისის აკადემიის დამფუძნებელი გახდა ძალიან დიდად განათლებული მარკიონ ფაზისელი, რომელსაც განათლება ჰქონდა მიღებული ათენში, პლატონის აკადემია ჰქონდა დამთავრებული. ის იყო როგორც დიდი ვაჭარი, ქემების ფლობელი სინოპიდან, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე სინოპი, პონტოსპირა ქვეყანა, ეს უძველესი ლაზეთის სამეგრელოს სივრცეა. აი ამ სივრცეში დაბადებულმა ადამიანმა განათლება, რადგანაც მიიღო ამ როგორც პლატონის აკადემიისა ფილოსოფიისა, მან ასევე შეიძინა ქრისტიანული ცოდნა და ის იმდენად მნიშვნელოვანი პიროვნება გახდა მეორე საუკუნეში, მან მოახდინა პირველი რედაქტირება ახალი აღთქმის ტექსტებისა და ჩვენ ამას რამდენიმე გადაცემაში გიამბეთ და ეს დეტალები უკვე ცნობილია. ფაზისის რიტორიკული სკოლის დაარსება ჩვენი კვლევების თანახმად არის დაკავშირებული მარკიონ ფაზისელთან, რომელმაც აკადემიები ამ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შედეგად, აი საერთოდ ძირითადად ჩვენ გიამბობთ, რომ ეკონომიკური გზების განვითარების შედეგად, მაგალითად ეს ფაზისი ფოთში მოიჭრა ფული და ამან განაპირობა ეკონომიკური განვითარება და სასწავლო სისტემების ჩამოყალიბება ან სასწავლო ინსტიტუტების და სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ მარკიონ ფაზისელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომ მან ეკონომიკური ურთიერთობების გამომდინარე, მან ფაზისში და ძირითადად სხვა ადგილებშიც, ეს არის რომში, ალექსანდრიაში და სხვა ქალაქებში, სადაც ეკონომიკური ცენტრები წარმოადგენდა, შეიქმნა ეს აკადემიები, ფაზისის აკადემია, როგორც ვთქვით, ფოთში შეიქმნა 154 წელს. შემდეგ ამ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებამ, დამწერლობების ჩამოყალიბებამ და განვითარებამ განაპირობა ქართული დამწერლობის, შუშანիկ წამების, როგორც ასეთი ცურტაველის ნაშრომის შექმნა ახალი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეში და ეს უკვე ცნობილია. პირველი უნივერსიტეტი დაარსდება ევროპაში ახალი წელთაღრიცხვით 1088 წელს
ჩვენთან საქართველოში აკადემია არსდება გელათის აკადემია, იყალთოს აკადემია ეს ამ პერიოდში შედის. წიგნების ბეჭდითი სისტემის გამოგონება 1450-1455 წელს ეს გერმანიაში ცნობილია თქვენთვის და ამ ხრივ აღარ შეგაყოვნებთ. პირველი ქართული წიგნის დაბეჭდა იტალიაში 1629 წელს იტალიურ ქართულ ლექსიკონი გამოიცა და პირველად გერმანელმა ლაიბნიცმა მეცნიერმა პრუსიის აკადემიის პრეზიდენტმა ტერმინი მოდელი პირველმა გამოიყენა 1699 წელს. მოკლედ ამ სქემის მიხედვით ქართული, ელინური, ლათინური დამწერლობის განვითარების სქემა, რომელიც ჩვენ შევადგინეთ, საკმაოდ დიდ მასალას მოიცავს. აი ეს იყო ძირითადად ის მასალა, რომელიც ჩვენ უნდა წარმოგვედგინათ თქვენთვის დღევანდელ გადაცემაში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ გადაცემას შემდეგში და იქნება ის დეტალები, ნაჩვენები, რომელიც ერთობს საინტერესოა ქართველი მსმენელებისთვის. ქართულ საზოგადოებამ რომ იცოდეს ძირითადად ეს ნაშრომები როგორც დისერტაცია, ასევე კიდევ ვიმეორებთ, რომ გამოქვეყნებული ევროპისა და ამერიკის მაღალრეიტინგიან ჟურნალებში და ეს მთელი კვლევები ჩვენ ვაწარმოებთ ლინგვისტიკის, მათემატიკისა და ეკონომიკის ჭრილში და მათემატიკაში ახალ ნაშრომებს ჩვენ რომელსაც ახლა წარმოვადგენთ შემდეგ გადაცემებში ჯგუფთან ერთად გავაკეთეთ, როგორც მოგახსენეთ თემურ ჩილაჩავასთან, გიორგ ჩუხვასთან ერთად. და იქ ძალიან საინტერესო მასალები გველოდება, თუმცა რამდენიმე გადაცემამდე ჯერ კიდევ ის ფაქტობრივ მასალა უნდა წარმოვადგინოთ ქართველთა განსახლების შესახებ. ფაქტობრივ მასალასთან არის დაკავშირებული ანთროპოლოგიური კვლევები და ანთროპოლოგიურ მასალას ქართველური ცივილიზაციის შესახებ, რაც ჩვენთვის ცნობილია, რაც ძირითადად აღმოჩენილი არქეოლოგიურად და მრავალი ევროპელი მკვლევრის ინტერპრეტაციების მიხედვით და ჩვენი ინტერპრეტაციის მიხედვითაც წარმოვადგენთ იმ მასალას, რომელიც არის ანთროპოლოგიური მასალები კავკასიური თეთრი მოდმის შესახებ. ეს იქნება შემდეგ გადაცემაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად გრძანდებოდეთ.